მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა იმედით გამოწვდილი ხელები, ანუ ყველაფერი შეზღუდულ შესაძლებლობებზე. გადაცემის მსვლელობის დროს თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 2388 105, ან Skype მისამართზე ობიექტივი 2, ლათინური ასოებით. მოგეხსენებათ საქართველოში განსაკუთრებული მდგომარეობა, განსაკუთრებულ რეჟიმში ვცხოვრობთ, ასე ვთქვათ, წინა პრეზიდენტის არჩევნების წინა პერიოდია, უпроსწორად. და რა თქმა უნდა, მე თემაც შესაბამისი მექნება პრეზიდენტის არჩევნებამდე დარჩა ზუსტად 1 კვირა, 7 დღე, ანუ მომავალ კვირას უკვე გველოდება არჩევნები. მე ყველას მოგიწოდებთ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსიროთ თქვენი ხმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რითიც თქვენ დაამტკიცებთ ნამდვილად თქვენს მოქალაქეობრივ მოვალეობას. და მინდა ჩემი სტუმრები გაგაცნოთ. ესენი გახლავთ სოფიო სიჭინავა, CESCO-ს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშების დეპარტამენტის უფროსი, CESCO-ში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენ მაყურებლებს. მადლობა. და ძალიან კარგი ახალგაზრდა, ძალიან შესანიშნავი ახალგაზრდა მე ვიტყოდი იოსებ ლორიაშვილი, კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშების დეპარტამენტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. მოგესალმები იოსებ, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და მესამე ჩემი სტუმარი გახლავთ ყველაზე მშვენიერი გოგონა მთელ ქვეყანაზე, ეს გახლავთ საინიციატივო ჯგუფი პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის დამფუძნებელი ესმა გუმბერიძე. მოგესალმებით, მადლობა ეთერში მოწვევისთვის. პირიქით დიდი მადლობა მე თქვენ რომ მობრძანდით აი ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. მე მინდა ქალბატონო სოფიო, თქვენ დავიწყო საუბარი. აი ხა თქვენ ბრძანდებით CESCO-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე CESCO-ს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშების დეპარტამენტის უფროსი. აი როგორ ირჩევა, რა კრიტერიი, რა ფუნქცია აკისრია პირველ რიგში CESCO-ს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშების დეპარტამენტს, თუ შეიძლება. დავიწყოთ აქედან და შემდეგ გავშალოთ საუბარი ნელ-ნელა მივალთ იქამდე, რისთვისაც არის დღევანდელი გადაცემა შემდგარი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, სტუდიაში მოწვევისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ამორჩევლებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საარჩევნო გარემოს შესახებ, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში. რაც შეეხება დეპარტამენტის ფუნქციებს, ფუნქციები ძალიან მრავალმხრივია. პირველ რიგში ეს გახლავთ სტრატეგიული დაგეგმვა, ასევე ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება. ეს არის ახალი პრაქტიკა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში დაინერგა და ეს გახლავთ ანგარიშგების სისტემა. ჩვენ ყოველკვარტალურად, ყოველწლიურად და ასევე საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ანგარიშ ჩვენის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქცია გახლავთ სწორედ სატელეფონო საინფორმაციო ცენტრის ორგანიზება. ჩვენ ამორჩევლთა კომუნიკაციისთვის გვაქვს ესეთი ცენტრი 251-0051, ნებისმიერ პირს შეუძლია დაუკავშირდეს ჩვენ სატელეფონო ცენტრს, მიიღოს ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ასევე დეპარტამენტის ფუნქცია გახლავთ სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზება და ეს არ არის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, ასევე შექმნილია ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომელსაც ეს დეპარტამენტი უძღვება, ასე ვთქვათ, ფუნქციურად ამ დეპარტამენტის მოვალეობებში შედის და კიდევ ერთი საქმიანობა, რაც ასევე ადმინისტრაციის პოლიტიკის ნაწილი გახლავთ, ეს გახლავთ ინფორმაციის დამუშავება, საარჩევნო ინფორმაციის დამუშავება გენდერულ ჭრილში და ჩვენ ამ ინფორმაციას, დამუშავებულ ინფორმაციას ვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე, CESCO-ს ვებგვერდზე. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო სოფიო,
აი არის თქვენ ბრძანდებით ხომ აი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი. ვინ არიან აი ამ ჯგუფის წევრები და რა კრიტერიუმებით არჩევთ წევრებს, რომ ამ ჯგუფში მოქმედებდნენ? სამუშაო ჯგუფის წევრები არიან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მუშაობენ, ასევე ის პასუხისმგებელი უწყებები, რომელიც ასე ვთქვათ, გარკვეულ ფუნქციურად დაკავშირებულია ამ საქმიანობასთან. ეს გახლავთ ქალაქ თბილისის მერია, განათლების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამუშაო ჯგუფის ფუნქციებს რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის CSKO-ს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული დებულება, რომლის მიხედვითაც სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის უფლება აქვს და შეუძლია იმ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს გარკვეული საქმიანობა განხორციელებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით და ჩვენი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დღითიდღე იზრდება, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესია ამ სამუშაო ჯგუფის მიმართ. ასევე გეტყვით იმასაც, რომ გარდა იმისა, რომ სამუშაო ჯგუფი პერიოდულად იკრიბება, გეგმავს იმ საქმიანობას, პოლიტიკას, რაც უნდა განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების საკითხი. პირადად მე, როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, პერიოდულად ანგარიშს ვაბარებ სამუშაო ჯგუფის წევრებს თუ რა საქმიანობა განვახორციელეთ და აი სულ რამოდენიმე დღის უკან მქონდა ესეთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც უშუალოდ CSKO-ს თავმჯდომარემ წარუდგინა ის ინფორმაცია თუ რა გააკეთა CSKO-მ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, იმისათვის რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებმა მიიღონ არჩევნებში თანაბრად მონაწილეობა. ძალიან მნიშვნელოვანია გეთანხმებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არჩევნებში განსაკუთრებით, როცა ის საპრეზიდენტო, ნებისმიერ არჩევნებში, მაგრამ საპრეზიდენტო ბევრად მე ასე მიმარჩნია, ბევრად მნიშვნელოვანია. აი რახანა ახლა უკვე მივედით იქამდე, რომ რა მნიშვნელობა აქვს შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების ჩართულობას არჩევნებში. ქალბატონო სოფიო, მნიშვნელოვანია ასევე განამარტო ის, რომ ჩართულები უნდა იყვნენ ეს ადამიანები არჩევნებში. აი, სანამ არჩევნები მოვა, რამდენად მზადდება გარემო შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის. აქ ძალიან ბევრი ნიუანსია ისეთი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანისთვის. აქ იგულისხმება როგორც ეტლიანი, ასევე სმენადაქვეითებულები, მცირედმხედველები და უსინათლოები. ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორი გარემო დახვდებათ მათ საარჩევნო უბნებზე და აი ამ მიმართულებით, აი საარჩევნო უბნებზე რა სამუშაოებია ჩატარებული. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ ამ საკითხზე, რადგან უზარმაზარი შრომაა გაწეული იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს უფრო უკეთესი გარემო შევთავაზოთ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს სამუშაო არ იყო დაწყებული კონკრეტულად არჩევნებისთვის. არჩევნებამდე წინა პერიოდში ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დავიწყეთ საქმიანობის დაგეგმით და ეს ეხება რამოდენიმე მიმართულებას, ეს ეხება ინფორმირებას, გარემოს და უშუალოდ საარჩევნო უბნების აღჭურვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობისთვის. ინფორმირებით დავიწყებ თქვენის ნებართვით. კი ბატონო. ინფორმირებას რაც შეეხება, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ვებგვერდი, CSKO-ს ვებგვერდი არის ადაპტირებული უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის. ეს გახლავთ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ადაპტირებული ვებგვერდი, რაც გულისხმობს, რომ უსინათლო პირს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც
როგორც ამორჩევლისთვის, იმისათვის, რომ გადაამოწმოს უსინათლო პირმა ამორჩეულთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემები, ეს პროგრამაც კი ადაპტირებული აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ზუსტად გუშინ გადავამოწმე სხვათა შორის ჩემი თავი. კარგია. წესრიგში დაგვდა ეს ყველაფერი. კი. მადლობა. ის ადაპტირებული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესმა დამეთახმება ინფორმირება მათი. გეტყვით იმას, რომ გარდა ვებგვერდისა, ჩვენ გვაქვს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი, როგორც გითხარით, და ჩვენ ვემსახურებით ამორჩევლებს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე და გარდა ამისა, თუ ყრუ ამორჩეველი რეგისტრაციას გაივლის CSKO-ს ვებგვერდზე, ჩვენ ვემსახურებით ვიდეოს არის გამოყენებით, სადაც ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები, ასე ვთქვათ, უწევენ დახმარებას ესეთ პირებს. ეს არის ჩვენიდან უკვე მეორე წელია, რაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამას უზრუნველყოფს და რახან ჟესტურ ენაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გამოყო ის ინიციატივა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ დაიწყო, ეს გახლავთ ჩვენი საინფორმაციო ბრიფინგების პირდაპირ ეთერში თარგმნა ჟესტურ ენაზე და მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია ვართ, ვინც აი სწორედ ამას უზრუნველყოფს პირდაპირ ეთერში ამორჩევლებს თავაზოს ინფორმაციას ჟესტურ ენაზე, რაც ძალიან მახარებს პირადად მე. ინფორმირებაზე ვსაუბრობ და შეიძლება ასევე არ გამოყო ახალი, ასე ვთქვათ, საინფორმაციო პოსტერი, რომელიც ჩვენ ყრუთა კავშირის დახმარებით რეგიონებში გავავრცელეთ, ეს ეხება ვიდეოზარის სერვისს და სწორედ მათი ყრუთა კავშირის დახმარებით შევძელით ყრუ ამორჩევლების ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით. 15 საინფორმაციო რგოლი დაამზადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველა საინფორმაციო რგოლი უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანის თანხლებით. არც ერთი ჩვენი საინფორმაციო მასალა არ გადის ისე, რომ არ იყოს ინკლუზიური და ყველასათვის ხელმისაწვდომი და ასევე გამოყოფდი ვიდეო რგოლს, რომელიც სპეციალურად დამზადდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, იმისათვის, რომ ჩვენ მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რა სერვისს ვთავაზობთ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მათ. თქვენის ნებართვით უშუალოდ კენჭისყრის პროცესზე გადავალ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ამორჩევლისთვის. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, როდესაც პირდაპირ წესით ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს პრეზიდენტს 6 წლის ვადით და თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამორჩევლების საარჩევნო უბანზე მივლენ, მათ გარკვეულ სერვისს შევთავაზებთ, კერძოდ უსინათლო ამორჩევლებს დახვდებათ საარჩევნო ბიულეტენის შესავსებით ჩარჩო ფორმა, სადაც ჩარჩო ფორმა ესმას აგერა აქ და შეუძლია აჩვენოს ელემენტურებს ჩარჩო მე ესმას დრო რომ ჯერი რომ მოვა ესმა მაგვიხსნას ძალიან ყველა არჩევნებზე გამოყენებადი და აქვე უნდა აღნიშნო რომ როდესაც CSKO-მ ეს პრაქტიკა დანერგა ასე ვთქვათ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ბიულეტინის სტანდარტიც კი შეიმუშავა ჩარჩო ფორმა ყველა არჩევნებზე გამოიყენება მათ შორის რეფერენდუმსა და პლებისციტის შემთხვევაშიც კი 30 ჭრილი აქვს ჩარჩო ფორმა, შესაბამისად კანდიდატების რაოდენობაც, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად გათვალისწინებულია. რაც შეეხება მცირემხედველ ამორჩევლებს, მცირემხედველი ამორჩევლებისთვის ჩვენ გვაქვს გამადიდებელი ნიზა და გამადიდებელი ნიზა ყველა უბანზე 2 ცალი იქნება განთავსებული. რაც შეეხება ეტლით მოსარგებლე და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამორჩევლებს, ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე განთავსდება ხმის მიცემის სპეციალური კაბინა. მე აქვე მინდა რომ ვისაუბრო ადაპტირების საკითხთან დაკავშირებით, თქვენ იცით რომ ჩვენ დროებით გადმოგვეცემა ის შენობა ნაგებობები, რომელსაც უშუალოდ არჩევნებისთვის ვიყენებთ და ჩვენ სწორედ ჩვენ არ ვთხოვთ ინფორმაციას, პირის პერსონალურ ინფორმაციას მისი შეზღუდულობის შესახებ, შესაბამისად თუ საარჩევნო უბანი არის ადაპტირებული, იქ ვათავსებთ კენჭისყრის კაბინას და თუ ეს რაოდენობა გაიზრდება და
მთლიანად მოიცავს ყველა საარჩევნო უბანს, საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მზად არის იმისთვის, რომ ყველა საარჩევნო უბანზე შესთავაზოს ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებს ეს კაბინები. რაც შეეხება ადაპტირებას, დღეს მდგომარეობით 720 საარჩევნო უბნებზე ყველა საარჩევნო უბანი ადაპტირებულია ალბათ, ხო? არა, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ წელს ჩვენი ინფრასტრუქტურა არ იძლევა იმის საშუალება, რომ ყველა საარჩევნო უბანი იყოს ადაპტირებული, თუმცა ამ მიმართულებითაც გვაქვს პროგრესი. 725 საარჩევნო უბანია ისეთი, სადაც მოწყობილია პანდუსი და ეტლით მოსიარულე ადამიანს თავისუფლად შეუძლია შესვლა. გარდა ამისა, 508 საარჩევნო უბანია ისეთი, რომელიც მარტივად ადაპტირებულია და შესაბამისად იქ შესვლა ასევე შესაძლებელია. ეს ყველა საარჩევნო 1233 საარჩევნო უბანი განთავსებულია პირველ სართულზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შიგნით შენობაში გადაადგილებაც აბსოლუტურად დამოუკიდებლად შეუძლიათ ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებს, რაც შეეხება კაბინებს, როგორც გითხარით, აი ამ 1233 საარჩევნო უბანზე განთავსდება ხმის მიცემის კაბინა. გარდა ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისა, თქვენ იცით, რომ მხარდამჭერის მიღება ამომრჩევლებს აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ყრუ ამომრჩევლებს მათ ჩვენ თავაზობთ სპეციალურ პოსტერს კენჭისყრაში მონაწილეობის თაობაზე. ყველა საარჩევნო უბანზეა გამოკრული ეს პოსტერი და შეუძლიათ მათ, ასე ვთქვათ, ხმის მიცემის პროცედურა საჭიროების შემთხვევაში სწორედ უბანზე მისვლის დროს გაიგოთ. თქვენ ალბათ რა გიჩნდებათ სოფიო, ერთი შეკითხვა მაქვს აი აქვე. დიდი ბოდიში რომ ესე მომიწია თქვენი გაჩერება. ესე იგი, კი ბატონო, მოვიდნენ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები, არა აქვს მნიშვნელობა ეტლიანი იქნება თუ მცირე მხედველი თუ ყრუ თუ უსინათლო აბსოლუტურად. აი თუ არის სპეციალური ჯგუფი მომზადებული, რომლებსაც გავლილი აქვთ ისწავლება, როგორ უნდა მოიქცნენ შეზღუდული შესაძლებლობის აი ამ ადამიანებთან შეხვედრის დროს საარჩევნო უბნებზე. ძალიან კარგი კითხვა, რადგან ეს ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ. წინა წლებში იყო ამასთან მიმართებაში ხარვეზები, სამწუხაროდ ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ფლობდა იმ უნარჩვევებს, როგორ უნდა გაეწია მომსახურება, რა გავაკეთეთ ჩვენ წელს ამისთვის. წელს ჩვენ განვახლეთ ინსტრუქცია, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმის დაცვის შესახებ, ასევე წელს პირველად ჩვენს CSKO-სთან არსებობს სწავლების ცენტრი და უზრუნველყავით მათთან თანამშრომლობით სპეციალური ვიდეორგოლის ჩაწერა, სასწავლო ვიდეორგოლის ჩაწერა, უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით და აი ამ ვიდეორგოლს 53,000-ზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ტრენინგების დროს იხილავს სწორედ და პირადად მე ვიყავი ჩართული ტრენერების მომზადების პროცესში, 191 ტრენერი მომზადდა და აი მნიშვნელოვანია ადმინისტრაციის პოლიტიკა და ხედვა, რომ სწორედ იმ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, რომელიც საარჩევნო პროცედურებს და საარჩევნო კანონმდებლობის დაცვას გულისხმობს უშუალოდ კენჭისყრის დღეს, გათვალისწინებულია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის საკითხი. ძალიან კარგია აი ეს ნიუანსები რო გაქვთ გათვალისწინებული, იმიტომ რომ თქვენ როგორც აღნიშნეთ წინა საარჩევნო პერიოდიდან რო ნახეთ რომ იყო ხარვეზები და რა თქმა უნდა მე მეორე შეცდომებზე ვსწავლობთ ყველაფერს და დახვეწეთ ახლა როგორც თქვენ აღნიშნეთ და ეს ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ის ნიუანსიც ქალბატონო სოფიო. აი ვინც მოდის არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები მყავს რა თქმა უნდა მხედველობაში. ეტლიანები და დავუშვათ ყრუები უსინათლოები, მაგრამ არიან კიდევ ისეთი ტიპის შეზღუდული არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, ისეთი ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებიც ლოგინად არიან სახლებში და ვერ მოვლენ ფიზიკურად, ვერ მოახერხებენ საარჩევნო უბნებამდე მოსვლას თავიანთი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. აი ამ შემთხვევაში თუ გაქვთ და თუ
არის სპეციალური ჯგუფი მომზადებული, რომლებიც აი ესე კარდაკარ ჩამოივლიან, ოჯახებში ესტუმრებიან საარჩევნო ყუთებით და მოხდება მათი ხმის დაფიქსირებაც თუ არის ესეთი ჯგუფი. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ აუცილებლად, ქალბატონო სოფიო, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას იმედით გამოწვეული ხელები, ანუ ყველაფერი შეზღუდულ შესაძლებლობებზე, ჩემი გადაცემის მიმდინარეობისას უკვე რეკლამის დრო მოვიდა, არ გადართოთ, მალე დაგიბრუნდებით, ახლა რეკლამაზე გავდივართ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ქალბატონი სოფიო გავაგრძელოთ ქალბატონო სოფიო კითხვა დავსვი ასეთი ის შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები რომლებიც ვერ მოახერხებენ საარჩევნო უბნებზე გამოცხადებას და ხმის დაფიქსირებას რომლებიც მწოლი არაები არიან ლოგინში აი ამ შემთხვევებში თუ არის სპეციალური ჯგუფები რომ ბინაზე მიაკითხონ საარჩევნო ყუთებით ჩვენი კანონმდებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 25 ოქტომბერი გახლავთ ბოლოვა და როდესაც ჯანმრთელობის შეზღუდვის მქონე პირს უფლება აქვს მოითხოვს გადასატანის საარჩევნო ყუთი უშუალოდ საახში და ბინაზე მიიღოს ეს მომსახურება, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის გადასატანის საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიაღებინოს თითოეულ ამომრჩეველს მონაწილეობა, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია. და კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს, აი რაიონებში რა სიტუაციებია, ქალბატონო სოფიო, რაიონების საარჩევნო უბნებზე რამდენად გაქვთ ინფორმაცია, ინკლუზიური გარემოს თვალსაზრისით მიმართულებით წესრიგშია თუ არა ყველაფერი? როგორი მზადება აქვთ საარჩევნო? ჩვენ თანაბრად ვამზადებთ, ყველას არ აქვს მნიშვნელობა ქალაქშია საუბნო საარჩევნო კომისია განთავსებული თუ რაიონში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გადიან და 4 ეტაპიანი ტრენინგია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, ასე ვთქვათ, რომელსაც ჩვენი სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს და ისინი ასე ვთქვათ ამ ტრენინგებს გადიან. გარდა იმ პირებისა, ვისთვისაც გათვალისწინებული ასევე კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გამოცვალონ კომისიის წევრები და გამოცვლის შემთხვევაშიც კი ჩვენ მზად ვართ და დამატებით ტრენინგებს უტარებთ იმ კომისიის წევრებს, ვინც უკვე მოგვიანებით შეუერთდა საარჩევნო ადმინისტრაციას. შესაბამისად, ყველა ის საქმიანობა, რაზეც მე ვისაუბრე, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით, სერვისები ყველგან თანაბრად არის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადამზადებას კვალიფიკაციის სასამაღლებო ტრენინგებს გადიან როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში. და აქვე საინტერესოა აი ამ გადამზადებას ახსენეთ ახლა თქვენ და ძალიან მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა. რამდენად გადამზადებულია ეს ჟურნალისტები რამდენად გადამზადებული არიან თუ გაიარეს რამე სასწავლო ეს ტრენინგები ურთიერთობის მიმართულებით, აი როგორ უნდა იურთიერთობონ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებთან. დიახ, მოგახსენებთ ამასაც CSCO საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFS-ის დახმარებით უკვე წლებია მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს უწევს, ასე ვთქვათ, უტარებს ტრენინგებს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, უშუალოდ კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ, სწორედ ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა წელს ცენტრალური მედიის 21-მა წარმომადგენელმა და 61-მა რეგიონალური მედიის წარმომადგენელმა გაიარა ესეთი ტრენინგი, უშუალოდ მე ვიყავი ჩართული ამ პროცესში, სადაც ვისაუბრეთ თუ რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობენ არჩევნებში, რა არის ტერმინები, რომელიც უნდა გამოიყენონ მათთან საუბრისას, ასევე ის სერვისები, რასაც ჩვენ თავაზობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ძალიან საინტერესო ჩაიარა ამ ტრენინგებმა, რადგან სწორედ ტრენინგების მიმდინარეობის დროს
საქართველოს არაერთი შეკითხვა იყო დასმული ჟურნალისტების მხრიდან. ანუ აღმოჩნდა, რომ საჭირო ყოფილა ჟურნალისტების გადამზადება ამ მიმართულებით ამ კუთხით. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ჰქონდეს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რასაც ჩვენ უზრუნველყოფთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში. უღრმესი მადლობა ქალბატონო სოფიო და მე მინდა ახლა გადავინაცვლო იოსებ ლორიაშვილთან კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. უსინათლო ბრძანდება იოსები. იოსებ, მოდი გავეცნოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. მოგვიყევი შენ თავზე, საერთოდ გავეცნოთ მაყურებელს, ვინ ხარ, თქვით უკვე, სად სწავლობ, როგორ მოხვდი საარჩევნო კომისიაში, ცესკოში და შენი საქმიანობის შესახებ, რა საქმიანობ? გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა აქ ჩემი მოწვევისთვის. მადლობა შენ რომ გვესტუმრე. მე ვარ იოსებ ლორიაშვილი, 25 წლის სტუდენტი ვარ, მაგისტრატურაზე ვსწავლობ. დიახ. ასე ვთქვათ, ცესკოში მოხვდი კონკურსის მეშვეობით, გავიარე გასაუბრება, ასე ვთქვათ, გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა, რა თქმა უნდა. დიახ. და როდესაც მივედი ცესკოს შენობაში, ჯერ ერთი კვირა სადღაც მომიწია ამ გარემოში ადაპტაცია. ადაპტაციაც გავიარე, იქ უკვე მე თვითონ დამოუკიდებლად შემიძლია სიარული გადაადგილება. ანუ შენობა აითვისე, საით უნდა წახვიდე, როგორ უნდა. დიახ, უკვე ყველაფერი ვიცი, სად უნდა წავიდე, თუ რაღაც მჭირდება ხოლმე, ყველგან მე თვითონ დავდივარ. დიახ. აი და რას აკეთებ შენი საქმიანობა, რას ნიშნავს ახლა შენი ცესკოში ყოფნა კონკრეტულად შენი საქმიანობის შესახებ თუ შეიძლება რომ მოგვიყვე. დიახ. ცესკოში მე ვარ კოლ-ცენტრში, ვახორციელებ ოპერატორების მონიტორინგს, უსმენ ჩანაწერ ზარებს და თქვათ თუ რაღაც ხარვეზი იყო, რომ ეს ხარვეზი აღმოიფქვას, მე ამას ვასწორებ. ანუ ეს არის მოსახლეობიდან შემოსული ზარები. დიახ. და პასუხობ ამ ზარებს და შემდეგ როდესაც ოპერატორები პასუხობენ ამ ზარებს, შემდგომ მე ვუსმენ ამ ზარებს. თქვათ რაღაცა ხარვეზი თუ არის ან რეკომენდაცია თუ არის საჭირო, ამ რეკომენდაციებს გავცემ მე. შეზღუდული შესაძლებლობის მიმართულებით? არა, ზოგადად. უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია. ზოგადად, ანუ დიახ, ოპერატორების მომსახურება უფრო გაუმჯობესდეს. დიახ. იოსები ახორციელებს ზარების მონიტორინგს, რაც имას გულისხმობს, რომ შემოსულ ზარებზე, როდესაც პასუხობენ ოპერატორები, ჩვენ გვაქვს სპეციალური დადგენილი კრიტერიუმები, რითიც ვაფასებთ, როგორ მიესალმა ოპერატორი, გასა თუ არა სრულად პასუხი, ამომწურავად, დაემშვიდობა და ასე შემდეგ. გვაქვს დადგენილი კრიტერიუმები, ამ კრიტერიუმების მიხედვით იოსები აფასებს ოპერატორებს, ყოველკვირეულ რეიტინგსაც ადგენს, შესაბამისად სატელეფონო ცენტრში ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ისეთი პირია, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი. კი, ნამდვილად ისეთი პირია, ვინც უზრუნველყოფს საქმიანობის, ასე ვთქვათ, კონტროლს და მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებას უშუალოდ მომხმარებელთან. მისასალმებელია ძალიან კი, საინტერესო საქმე არის ძალიან. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ქონია და ხო არ გაგჭირვებია იოსებ? არა, საერთოდ არ გამჭირვებია. პირიქით, ანუ რომ იქ მუშაობ და უსმენ ხოლმე ზარებს, ასე ვთქვათ, მომწონს ეს საქმე, რასაც ვაკეთებ. და ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ანუ ჩემი ის არის რა, ასე ვთქვათ, სფეროსავით. ძალიან უსმენ ამ ზარებს. ფსიქოლოგია იოსებ. გასაგებია. აი ეს უნდა გეთქვა, რომ პროფესიით ფსიქოლოგი იქნები შენ ხარ უბრალოდ. ძალიან დიდი მადლობა იოსებ. მე მინდა ახლა გადავიდე ჩემ ძალიან ლამაზ გოგონასთან, ესმასთან, ესმა გუმბერიძე. ესმა,
აი შენ მოხვედი ხელში გეჭირა კონვერტი, აი ეს შავი რაღაცა გრძელი კონვერტია, მე არ დავაცადე სოფიოს რომ ეს მისაუბროს თქო ამასთან დაკავშირებით თქო. აი რა კონვერტია ეს ესმა? დიახ, ეს კონვერტი არ არის, ეს არის ჩარჩო, რომლითაც ჩვენ უსინათლო პირები ვაძლევთ ხმას. ანუ პირველი, აი ზუსტად აქ კადრის უკან ვსაუბრობთ იმაზე, რომ ანუ ბრაილის ბიულეტენები არის თუ უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. როცა ბრაილით დაბეჭდილი ბიულეტენი არის, ის რა თქმა უნდა არღვევს ანონიმურობის პრინციპს, იმიტომ რომ როდესაც ხა უბანზე 1 ან 2 უსინათლო არის და ის გამოიყენებს ამ ბიულეტენს, ну ძალიან მარტივი ხო გასაგებია, დაშოთ იმ ადამიანმა კონკრეტულად ვის მისცა ხმა. ამ ჩარჩოში ბიულეტენის მოთავსების შედეგად არანაირი შემდეგ კვალი ბიულეტენზე არ რჩება, რომ ეს არის უსინათლოს მიერ მიცემული ხმა. ანუ ამ ჩარჩოს აქვს ნახრეტები, რომლებიც ზუსტად შეესაბამება ბიულეტენზე კანდიდატების ჩამონათვალს და რიგითობას. აქვს ასევე 2 ნახრეტი რეფერენდუმისთვის, ანუ პლუსით და მინუსით, ვემხრობი და მეწინააღმდეგები. აქვს 30 ნახრეტი აი ამ კანდიდატებისთვის, ანუ არჩევნებისთვის და არა რეფერენდუმისთვის. და შემდეგ შეგიძლია უსინათლო ადამიანს შეუძლია გადათვალოს მე რამდენი დავუშვათ წრე ჭირდება მას და იმას შემოხაზავს. ხო, დავუშვათ რაღაც პირობითად პირველი ნომერი იქნება რაღაცა A პარტია და ის გადათვლის ზემოდან ერთს და შემოხაზავს, გააკეთებს წრეს. შემდეგ ანუ ეს ჩარჩო როცა იხსნება, ბიულეტენი იკეცება, ანუ არანაირი კვალი იმაზე, რომ ეს უსინათლოს მიერ არის ხმა მიცემული არ ჩანს. ეხლა ეს ჩარჩო ისეთ სრულყოფილი არ არის, მე რომ მეც მოვიტანე, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება ფურცელი სწორად ვერ დაფიქსირდეს და ამას თლად ბოლომდე ვერ ვამოწმებდით. თუმცა უკვე შემდეგ გააკეთეს და დახვეწეს ის, რომ აი ეს კუთხე, არ ვიცი კარგად თუ ჩანს კადრში, არის მოჭრილი. აი ეს დაახლოებით იმისთვის რომ აი ამ კუთხეში ბიულეტენის ნაწილი იყოს გარეთ და ანუ ადამიანს შეეძლება ზუსტად გაასწოროს ის ბიულეტენი რომ კარგად იდოს რომ ეს ნომრები ანუ შემოსახაზები ზუსტად ემთხვეოდეს აი ამ ნახრეტებს თვითონ ამ ბიულეტენზე. ეს არის როგორც უსინათლოები, ანუ ეს წესით ყველა უბანზე არის, აი ესეთი ფორმა, ანუ არ ჭირდება ამას არანაირი სპეციალური ჩარჩოები, კი არა განცხადებები და გაფრთხილებები და ასე შემდეგ. ეს ხო ანუ უსინათლოებისთვის რაც არსებობს. რაც არსებობს. ეხლა მე რა მინდა შენ შეგეკითხო ესმა. ჩემო კარგო, შენ ბრძანდები საინიციატივო ჯგუფ პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის დამფუძნებელი, რომელშიც არიან მოიაზრებიან შეზღუდული შესაძლებლობის ქალბატონები. აი ახლოვდება ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრი ქალბატონ სოფიოსთან ერთად არჩევნებთან დაკავშირებით, ხმის მიცემაზე, ყველაფერზე თითქმის, რაც ეხება შეზღუდულ შესაძლებლობის ადამიანებს. რამდენად მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო თვალსაზრისით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჩართულობა არჩევნებში? ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ანუ არჩევნები და არის პოლიტიკური პროცესის ანუ ფართო დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილი. შესაბამისად, ანუ ის რაზეც ახლა მე აქ მოკლედ ვიტყვი, გაცდება და ცდება ამ საარჩევნო პერიოდს ვიწროთ და საარჩევნო უფლებას და შესაბამისად CSKO-ს კომპეტენციას ერთგვარად და უფლებამოსილებას და აქვე მინდა ვთქვა, რომ ზუსტად აი მნიშვნელოვანია და CSKO-ს საქმიანობა რატომაც არის დასაფასებელი არის, იმიტომ რომ აი ეს მუდმივი გაუმჯობესების რეჟიმი, როდესაც რაღაცა პერიოდის შემდეგ ვნახეთ, რომ რაღაცა კარგად ვერ მუშაობს, ამიტომ მოდი რაღაცა გავაუმჯობესოთ. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა უწყების და ყველა საჯარო სტრუქტურის პრინციპი. ის კი არა რომ როდესაც რაღაც გრანტი შემოვა მარტო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, მაშინ მოვიწვიოთ ექსპერტი და რაღაცა კვლევა ჩავატაროთ და რაღაცა დავხვეწოთ, არამედ ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. თვითონ საარჩევნო უფლებაშიც ხო არის პრობლემები გარკვეული ჯგუფებისთვის, ანუ ჩვენი საინიციატივო ჯგუფი არ არის მარტო უსინათლოების მიერ შედგენილი და ჩვენ მუშაობთ სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირების მიმართულებით და მაგალითად ესეთი არის შრომპირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსია კეთდება ახლა, რომლის მიღებაც იგეგმება ალბათ საგაზაფხულო სესიაზე უკვე პარლამენტში და ამ კანონ პროექტის მიხედვით, მისი მე-13 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით
თუ ფსიქოსოციალური საჭიროების ან ინტელექტუალური საჭიროების მქონე პირი არის აღიარებული მხარდაჭერის მიმღებად და თუ ის მოთავსებულია სტაციონალურ დაწესებულებაში მას არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს საკმაოდ ბუნდოვანი ნორმა არის, იმიტომ რომ ვიცით რომ მაგალითად ძალიან ბევრი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანი მოთავსებული არის არასამედიცინო მიზნებით ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ოჯახის წევრმა ჩააბარა იმის გამო რომ მოიშოროს თავიდან. დიახ, ანუ ქვეყანაში არ არსებობს სერვისები, რომ მან დამოუკიდებლად იცხოვროს, პერსონალური ასისტენტის სერვისი თუ რაც ჭირდება და ასეთ ადამიანებს ძალიან ხშირად აბარებენ ან იმიტომ რომ დავშოთ სახკარი აქვს დაკარგული და ასე შემდეგ. უბრალოდ აბარებენ ფსიქიატრიულში და ძალიან არასწორი იქნება თუ აი ამ ადამიანებს დავშოთ ხმის უფლება ჩამოერთმევათ. ეხლა რაც შეეხება უკვე ქალების ჩართულობას. ქალების განსაკუთრებით ჩართულობა და არა მარტო არჩევნებში, არამედ აი სამოქალაქო პროცესები ვახსენეთ, ხო? ანუ არსებობს მუნიციპალიტეტებთან არსებობს შემოპირთა საბჭოები. მაგალითად თბილისის საბჭოში, რომელიც თბილისის მერთან არსებულ საბჭოში და თბილისი ვიცით რომ ანუ ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია საქართველოში და მოსახლეობის მე-13 ცხოვრობს თბილისში. აი ამ ხელა მუნიციპალიტეტში ამ საბჭოს არც ერთი წევრი არ არის შშმ ქალი. ხო, ვხედავთ დინამიკას. ჩვენ ყავდა საქართველოს ბოლო დამოუკიდებლობის 27 წლის განმავლობაში ყავდა პარლამენტის 3 წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ნუ მათგან არც ერთი არ არის ასევე ქალი. ანუ დინამიკას ვხედავთ. მე ძალიან მე ვარ ასევე სახალხო დამცველთან არსებული შემოპირთა უფლებების გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის, ანუ შესრულების დაცვის და პოპულარიზაციის მონიტორინგის საბჭოს წევრი. და აი ამ საბჭოში ნამდვილად ვაპირებ ამ პერიოდში საკითხის დასმას. მე მაინტერესებს ძალიან მაგალითად კიდევ არსებობს სხვადასხვა საბჭოები მუნიციპალიტეტებთან, მაგალითად ეთნიკური უმცირესობის, მაგალითად გენდერული თანასწორობის. ძალიან მაინტერესებს აი მაგალითად გენდერული თანასწორობის რამდენ საბჭოში თანასწორობის არის დავშოთ არიან შშმ წევრები, შშმ ქალი წევრები. ასევე ძალიან პრობლემური ხო საკითხი. ზოგადად ის რომ ნუ გასაგებია რომ რაღაც საარჩევნო პროგრამა უნდა იყოს მისაწვდომი და სხვადასხვა ფორმატში ხო უსინათლოსთვის და ასევე არსებობს მარტივად წასაკითხი ფორმატები, აი ზუსტად მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის. თუმცა ისინი გამოსადეგი შეიძლება იყოს ასევე მაგალითად ასაკოვანი ადამიანებისთვის, ასევე ვისთვისაც დაშოთ ქართული არ არის მშობლიური ენა და სხვა მრავალი ჯგუფისთვის. აი ეს ენა არის საქართველოში ეს განსავითარებელი ეს ფორმატი და რომელშიც შეიძლება რაღაც განცხადებების და საარჩევნო პროგრამების თუნდაც განთავსება. ჩვენ ასევე გვინდოდა და ვამზადებით შშმ ქალთა შეხვედრას საპრეზიდენტო კანდიდატებთან. და 6 მოწვეული კანდიდატიდან მოგვივიდა მხოლოდ 2. და ეს იყო ბატონი ზურაბ ჯაფარიძე და დავით უსუფაშვილი. ანუ ფაქტია რომ ჩვენ არ ვართ პრიორიტეტი. ანუ ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. ქალთა მოძრაობასთან როდესაც იყო საპრეზიდენტო კანდიდატების შეხვედრა, ის შენობა არ იყო მისაწვდომი, შესაბამისად ძალიან ბევრი შშმ ქალი, ვისაც ფიზიკური შეზღუდვა ჰქონდა, იქ ვერ მივიდოდა. და ძალიან ბევრი სხვა მაგალითად არ არის მისაწვდომი ასევე საქართველოში ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი. მისი შენობა, სადაც მაგალითად ამას წინობაზე ჩატარდა ქალებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ანგარიშის წარდგენა და შესაბამისად შშმ ქალი ისევე დაშოთ თუ ფიზიკური შეზღუდვა ჰქონდა, იქ ვერ მივიდოდა. და მსგავსი ბარიერები საკმაოდ ბევრი არის, ხო? ნუ სოციალური ბარიერებს უკვე არაფერს აღარ ვიტყვით იმაზე, რომ ვიცით რომ ძალიან ბევრი ხო აქტივიზმი დაკავშირებული და ძალიან ხშირად არაფორმალურ ურთიერთობებთან, ხო, სადღაც შეკრებებთან და ასე შემდეგ. რაც შშმ პირებისთვის ცოტა რთულია ხოლმე, მე მაგალითად მაგალითს გავიხსენებ, აი ბოლოს აი ამ ზუსტად კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ, სადღაც გვინდოდა შეკრება, ნუ უკვე არაფორმალურ გარემოში. თუმცა აი ერთ-ერთი დამსწრე იქ ელოდებოდა უკვე გამცილებელი და ძალიან ესე უკვე სირთული არის მისთვის რომ ის გამცილებელი ყავდა დაბარებული ვისაც უნდა წაეყვანა ის ადამიანი როგორღა დარჩებოდა დავუშვათ აი ესეთ ღონისძიებაზე ხო წინასწარ თუ არ არის გაფრთხილებული შესაბამისად აი ესეთი პატარ-პატარა რაღაცები ძალიან
გვიშლის ასევე ხელს. პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი. ეს პატარა არ არის, ეს ჩემო კარგო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამცილებელი ადამიანი, რომელმაც უნდა მიიყვანოს დანიშნულების ადგილამდე უსინათლო ადამიანი და თუ ეს არ იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პატარა არ არის. და ზუსტად ეს ჩვენ თბილისში ძალიან ცოტა გვაქვს, მხოლოდ 3 გამცილებელი მუშაობს დაახლოებით 80 უსინათლოზე, თუმცა ჩვენ კიდევ არ ვიცით რამდენი უსინათლო არის არა აღრიცხული. შესაბამისად, ანუ ჩვენ ვართ ისევ ოჯახის წევრებზე დამოკიდებულები და მათ ბოლო-ბოლო ხა 18 წელს ზემოთ ადამიანის მოვლის ვალდებულება არც აქვთ პრინციპში, შესაბამისად ყველანი ვართ კეთილნებაზე და მათ მოცალეობაზე და შესაძლებლობაზე. შესაბამისად ეს ყველაფერი ართულებს და აძნელებს ნებისმიერ შეხვედრაზე მონაწილეობას, ხო, გინდა პოლიტიკურ და გინდა სამოქალაქო საქმიანობაში ნებისმიერ. ეს შეიძლება იყოს არა მარტო შეხვედრებზე და შეკრებებზე დაუშვათ ნებისმიერი მიმართულებით უსინათლოს ყოფნას და დასწრებას, არამედ უბრალოდ ადამიანები არიან და უნდა სუფთა ჰაერზე გაისეირნოს. ხო უნდა ადამიანს გარეთ გაისეირნოს, წავიდეს რაღაც სკვერში დაჯდეს, კონცერტზე წავიდეს, ნუ იქნება ეს რაღაცა შეკრება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის პრობლემების გადასაჭრელი. უნდა ჰაერზე დაჯდეს ჩვეულებრივად. ჩვენ ახლა უბრალოდ რახან პოლიტიკურ და სამოქალაქო ჩართულობაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, მესმის, ჩემო კარგო. ძალიან დიდი არის სტიგმა, ძალიან დიდი არის სამწუხაროდ და შიდა პარტიული დემოკრატია ძალიან ნაკლებად არსებობს ჩვენს პარტიებში საქართველოს რეალობაში, რაც ნიშნავს რას, მე როცა ერთდროულად რიგითი ადამიანი რომელიც მიდის იქ, რამდენად აქვს მას შანსები, რომ თუ არა აქვს რაღაც კაპიტალი, არ ყავს ნაცნობები, გავლენიანი და ასე შემდეგ, რამდენად აქვს შანსი, რომ თავისი იდეებით, თავისი ხედვით ნელ-ნელა საფეხურებრივად დაწინაურდეს და შემდეგ თუნდაც არ ვიცი, აღმოჩნდეს მაგალითად საკრებულოს პარტიულ სიაში ან საპარლამენტო პარტიულ სიაში ან რა ვიცი, საგარეო ურთიერთობებში მაგალითად. ძალიან ცოტა არის შშმ პირების წარმომადგენლობა ზოგადად და შშმ ქალების წარმომადგენლობა განსაკუთრებით. და არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში, არამედ აი სამოქალაქო საზოგადოებაშიც შშმ ქალების გადამწყვეტილების მიმღები შშმ ქალი, როგორც შშმ პირთა მოძრაობაში და მსხვილ ორგანიზაციებში ძალიან ცოტა არის, ისევე ქალთა მოძრაობაში ძალიან ცოტა არის შშმ ქალი და უბრალოდ ერთი ციტატით დავასრულებ ერთ-ერთ შშმ ქალის გამონათქვამით, რომ შშმ პირების მოძრაობაში ჩვენ ვართ ქალები, ხოლო ქალთა მოძრაობაში ვართ ინვალიდები. ანუ აი ზუსტად ეს სიტყვა იხმარა სპეციალურად იმის აღსანიშნად, რომ მე მგონი ეს ინგანა ბახტეველმა თქვა. კი ბატონო, ნუ დიდი მადლობა, ჩემო კარგო ესმა. წუთნახევარი დაგვრჩა და მე იცით რა მაინტერესებს ამ წუთნახევარში, ქალბატონო სოფიო. 2016 წელს ჩვენ შევხვდით ასევე ჩემს გადაცემაში, მაშინ იყო შოთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შოთი გახდათ, დიახ, ჩინჩალაძე. დიახ, აი შოთის ამბავი მაინტერესებს როგორ არის ახლა და სადმე თუ მოღვაწეობს. დიდი მადლობა კითხვისთვის. სანამ შოთიზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ ჩვენ 2011 წლიდან ვასაქმებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საარჩევნო ადმინისტრაციაში და არა მარტო ვასაქმებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ კვალიფიკაციის ამაღლებას და დღეს შოთი არის რეალიზებული, დასაქმებული რკინიგზის დეპარტამენტში და ესეთი არაერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელიც მუშაობდა ჩვენთან. და მერე უკვე წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას სხვა უწყებებში და ჩვენ ყოველთვის მხარს დაუჭერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას. უღმესი მადლობა ქალბატონო სოფიო, ესმა ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო და იოსებ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ შენ, რომ აი ასე უძღვები შენს მოვალეობას და არ გაგჭირვებია და უღმესი მადლობა ცესკოს მთლიანად სრულიად აი ამ თქვენს დეპარტამენტს და მთლიანად ცესკოს ადმინისტრაციას, ქალბატონ ქეთინოს ჩემგან დანგაძეს გადაეცით უღმესი მადლობა, იმიტომ რომ თქვენ დღეს ჩემი სტუმრები ბრძანდებით. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, პატივცემულობა, კარგად ბრძანდებოდეთ.